მაქსიმალურად გავააქტიუროთ თევზს. ძმაო, კაცი თევზს იჭერს, ჩემი კაი, ესეც ამინჩი. ესეთი ნაფოტიუსი. დარტყმა კი არა, ინტუიციით აომაგ ჯოხი ამის დედავატირე. მოგესალმებით მეგობრებო თბილისის ზღვიდან. მე და ბატონი ნიკოლაი უკვე იცნობთ. ვიწყებთ თევზაობას ფიდერით, ცოტა ქარიანი ამინდი არის, არა და არ ეწერა ესე და ყველგან შევამოწმეთ, მაგრამ არა უშავს. ჩადგება იმედია. მოდი ახლა დავიწყოთ ჩემი დასაკვებით და მოზელვით. მოკლედ, უმეტესწილად მექნება მარწყვის ვარიანტი. ეს არის კარპოლოგის დასაკვები, კარპოლოგში ნაყიდი, სენსასი, მარწყვის არომატით, ამას ჩაუშვით ბოლომდე. ძალიან მაგარი დასაკვები არის რა მართლა. გავუშვათ ბოლომდე ჯიგარსონა. პლუს ამას დავამატებთ. ცოტა მქონდა უბრალოდ ეს და მაგით ვამატებთ. აი ფიშკას მარწყვის. ესეც ძალიან კაი ტიპია, ცოტას. და მერე დავუშვებთ უკვე აი ამ ჯიგარს. ისტრიმის ფიდერი. აი ძალიან მაგარი სუნი აქვს რა. всё საკმარისია ეს დავიტოვოთ. და всё დავიწყებთ ახლა გადარევას. უბრალოდ ჯერ ამას გადავურევთ. წყალთან ერთად წყალი რა თქმა უნდა წყალსატევის არის. აუ ძალიან საკაიფო სუნია აქ. აჰა. არის. ხო ისეთი არა, ივენში მარცხი რაღაც დუტი ფრუტის კამანი. ხო რა, დუტი ფრუტის თემა რა. просто ცოტა ბევრი მომივიდა, მაგრამ ძიმე ინერტული პრიკონკა გამოვიდა. ძიმე გამოვიდა კი. არასი რაღაცები. ხო, თან ცოტა ისიც აქვს. ესე იგი ბაზა. ბაზა და მარწყები რა. მარწყები ორი სახეობის არის, просто სხვადასხვა. ჩემი დასაკვები მზად არის უკვე. ეხლა ცოტა თუ წყალს კიდე შეიწევს დავამატებთ. გამოვიდა ესეთი მძიმე დასაკვები არის. მარწყვი არის შემთარეული, ნახეთ. მარწყვის არომატით არის და პლუს კიდე სიმინდია ძალიან ბევრი. მოკლედ კაი რაღაც გამოვიდა, მაგარი არომატული სუნი აქვს. დავაშვენებთ ეხლა ამას, მანამდე ანკეს გავამზადებთ, დაუდგებით ადგილზე, ეს მირეუმორეულები რო არ ვიყოთ და ნიკა აგვიხსნის მე რას და როგორ აკეთებს, იმიტომ რომ ამის დასაკვები უკვე რავი 5 წელია მინიმუმ ამ კაცთან თევზაობ და სულ ყოველთვის მაკვირვებს ხოლმე ისეთი უცნაური რაღაცეებით თევზაობს და იჭერს. არ ვიცი, ფაქტი ეგ არის და ნახოთ აბა რას იზავს. აბა გამარჯობა კიდე ერთხელ ვიჭებო. მოკლედ ვიწყებთ ეგრევე დასაკვების მოზილვას. აგერ გვაქვს ჩვეულებრივი ფიდერის ბაზა. ცოტა დღეს ექსპერიმენტი უნდა ჩავატაროთ. დასაკვებებიდან კიდე მაქვს ვანილი, გეიზერი და ნიორი. როგორც ყოველთვის ბაჩომ თქვა, რაღაცა უცნაურობებს ვაკეთებ. ამიტომ დღეს ჩავატაროთ ეგეთი ექსპერიმენტი. ჩემი იდეა ის არის, რომ მაქსიმალურად გავააქტიუროთ თევზს. და ვილი ნიორთან სუნი როგორ იმუშავებს, ეგ მაინტერესებს კიდე. ჩამივარდა თუ რა. სტრუქტურა ესეთი მუქი გამოვა რა მოკლედ რა. უფრო ფსკერისფერი. მეორე ვედრა რომ აქ იჯობია.
ესეთი დასაკვები გამოვა ბიჭებო. ამაში საკმაოდ ბევრი სიმინდი არის, ბევრი აქტიური რაღაცებია, რომელიც იმას იზამს. სუნზე კიდე ძალიან საინტერესო ესეთი ლაითი სუნი გამოვიდა. მოკლედ ესეთი მშვენიერი, ფხვიერი და რა უცნაური რაღაცეებით თევზაო ჩემი. ეგ ხარჩო წამოდა ტორტიდი მიაყოლა გვეძეგდებს. ნუ მოკლედ ნახოთ ბიჭებოს, რა გვექნება, რა შედეგი იქნება და რას იზამს, როგორ იმუშავებს რა. მოკლედ გავუვარდით ყველაფერი. გავასწორეთ და ეხლა ვიკეთებ დაკვებას. აი ესეთი საკვებურები ჩვენი მეგობრზე აკეთებული არის. და ანუ სიმძიმე არა არაფერი და საკვები. წერეთ. აქ გვაქვს ბალახი დაახლოებით 50 მეტრში, 45 მეტრში და ბალახამდე უნდა დავყავოთ წერტილი. ადგილი ნანახია, ცოტა ხიანია, ცოტა ორმო ბალახიც არის და მოკლედ აი ადგილია ძველი. ეს გამოყრებით გამოვიგებ. აი ეს რა ვაკეთებთ 1-10 ჯერ. რაც შეეხება სატყუარას, სატყუარები გვაქვს თეთრი აპარეში ესეთი. ასევე გვაქვს ნაკედის ჭია და ასევე გვაქვს სიმინდი. ხომე ბონდუელო დაგვასპონსორე. ბონდუელი სიმინდის თევზაო ხომე, რავი, აი კარგი სტრუქტურა აქვს და აგაგდება ნემსკავზე. ესეც ლოქოა რა. ნახოთ რა და როგორ ეს სიმინდი დავიწყებ დაკვებას მორჩი. საბრძოლო საკვებელს დავუყენებ, დავიწყებ სიმინდი პირველ რიგში და მე როგორ გადავხედავ რა როგორ იქნება. აი ესეთი. ეს არის 34 გრამიანი საკვებურა კამფეტივით. რაც შეეხება სადავეს, ეხლა დავაყენებ, პირდაპირ აწყობილი მაქვს გამზადებული თავის ფიდერგამიანად. ცოტა დიდი ნემსკავია ნიკას ნემსკავთან შედარებით. მაგრამ წინაზეც მახსოვს პატარა მატვინი რო წაიღო, დიდი ნემსკავი დავაყენე და ცოტა გავაჩერესავით. ნიკა მოდი განახო რა მხედარ ნემსკავი აყენე ამაზე. აი ეს რა არ ვიცი ზუსტად აი ნომრებით და იმით არ ვიცი რა ნომერია, მაგრამ ალბათ 10-ია რა. კი, სადავე ძალიან გრძელი არ მაქვს, რაღაც მეტრიანია რა. და შენი შეიხედება. მოკლედ დავიწყებ სიმინდით. ასე. და ეხლა როგორ ვაკეთებთ სიმინდს ნემსკავზე რა, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი არის. სიმინდი კეთდება ან ქლიანი, ან გაჭრილი. გაჭრილი მარტივად, ანუ ეს აი ესე ვჭრით დიაგონალზე, ვერტიკალზე ბოდიში აი ესე ვჭრით და მე კუთხეს ვტოვებთ მთელს და კუთხიდან უყრით ესე ნემსკავს, მაგრამ როცა ქლიანს ვაყენებთ უკვე. არის ესეთი ვარიანტი, აი ეს წამოვაცვამთ, ჩავიყვანთ ბოლომდე. ესე და მე აქეთ ამ მხარესაც ესე წამოვაცვამთ და უკვე გამოდის აი ესეთი ვარიანტი. ეხლა ქლიანზე დავიწყებ. და მე შევხედოთ, თუ ამაზე არ იყო აქტიურობა, უკვე მე გავჭრის იმის და მომიწევს ნადირობა, რომ დავაჯინო და ეგრეთ წოდებული პაციჭკებით დავუჭირო თევზს. ესე არის უკვე მონტაჟი გამზადებული თავიდან ბოლომდე შეგვიძლია დავიწყოთ და დავუშვათ. არ უნდა გავუვიდეს ორიენტირე, ზუსტად იმ ხეს უმიზნებდით, გადავიტანთ, ზუსტად იმ ხეს დავუმიზნებთ, გადავაგდებთ. კაპლიფსაში. ზუსტად მივიდა. ჩავიდა. დავდებთ. ასე არის მთელი ამისი ამბავი. კაჩხანა იქნება. ან მაგარი ზომის ნახოთ. ამ მაგარი ზომის დავუჭირდიო ხელს. არა, მაგრამ მაგრა დაუგაბანებია. ასე ის პატარა მაგარი დარტყმა. მე ჯერ კიდევ ვეზოდები. გელოდები. რაღაც ხდება რა? ეს მეორეა უკვე თევზი გაგვიაქტიურდა წერტილში. ნიკა კმაყოფილია. მე საგერ ვიგრძენი ძლივს თევზის დარტყმა, ის პირველი ცოტა პატარა იყო და ესეც ნორმალური ნიკა, ნაფოტისთვის ნორმალური ზომა. კანფეტია ნაფოტისთვის, კაი ზომაა და ეხა ჟვიგენისთვის პატარაა, რა ვიცი. ოხ ჩემი, გააჩერდი დაამპალა. რა? ხო რა?
თავისუფლად დავიდა. არა ზის კაც. კაი ზომის არის რა ქვია ფოტო. აი ეგეთი ზომები მოდიოდა ზუსტად მაშინ. არ არის კარგი ზომა ნიკოლოზ. საღო მე აქ ჩემი დასაკვები გადავახალისე. გაშრდა. ავიდა კონფეტივით ნიკომ კიდე კაი ზომა დასვა სიმინდზე. ეხლა უკვე პატარა კრუჩოკი. თორა კარგი აღარ არის. დიახ. თამაშები წავიდა გლანდება. მოხსე გინდა მოსაღები? ოკეი. მოკლედ შუა დღეს გადაცდა, ნიკა მაგერ კიდე ერთი ცალი დაიჭირა. ჯამში ალბათ ნიკა 20-25 წელი იქნება. ვიცი რა ბაჭყვა. წესით უნდა ყოიყოს ხო? ცოტა მაინც ვიტყვი რომ კაპრიზნობს. კი, კაპრიზნობს და რავი, იმდენი დასაკვები გვაქვს უკვე გაშვებული, რომ საღამოს ყველა ვარიანტში რაღაც კარგი უნდა შემოვიდეს რა და. ველოდებით ნახოთ მეორე ჯოხი ფლეტზე მაქვს ჩაგდებული. დილით წამოვიდა, მაგრამ მე გაჩერდა სავით რაღაც უცნაურად იყო მოკლედ ეგ ამბავი და აი საღამოს გაეცემა ყველა კითხვას პასუხი. ნახოთ რა და როგორ იქნება. კიდე ერთი დავშვი და ძალიან საშინელი ამინდით წამოვიდა. ქარი, წვიმა, ყველაფერი. რა ვიცი, ვებრძვით, მე და ნიკა ვებრძვით ამინდს. არ უნებდებით. აი ესეთი ნაფოტიუსი. ავიდა. კარგია. სიმინდი როგორც ყოველთვის მუშაობს, ყველაზე მეტად არც თეთრი ჭია მუშაობს, არაფერი და უკეთებ ესე ოდნავ ჭეჭყავ ამ სიმინდს და კუთხიდან აი ესეთ ვარიანტში რა. დასაკვები იგივე არის. შემდეგი ეგრევე გადაგდება თუ არა ეგრევე დაჭდა. მოკლედ ესეთ ამინდში გასტილი მაქვს რომ ნაფოტა ძალიან კარგად მოდის. თავარია მანამდე დაყვებოდ გემრიელად რომ მე ასეთ ხარში ცოტა უჭრის ხოლმე. ეს არ არის ძალიან დიდი ზომა. საშუალოზე პატარა ზომა, ესე ვთქვათ. სადამდე აქ გადაყლაპული ამ შტერს. აი ესეთია რა. წავიდა. ისევ სიმინდი. იმ წეტლში კარგად არის გააქტიურებული და ეგ ძალიან კარგი არის. აი ესეთ ვარიანტში. კიდე დარტყმა იყო ძალიან კარგი. უბრალოდ ხარი არის და ძალიან რთული ვარიანტია. ეხლა იქ გაარჩიო თევზის დარტყმა. საკმაოდ ხარია ტალღების პლუს მაგას ყოფს და აი რამოდენიმე დარტყმის არ რეაგირება ბჭყალებში გამაზვა და ჩათვალეთ სიმინდი აღარ აქვს უკვე ზედ. და ყოილადოდებით მე. კიდე დაჭდა. მოვასწარიან მე ვივაშკაცე თორე არ მქონდა კარგად დარტყმული უბრალოდ ხელში ავიგე ჯოხი და გამოვაჩოჩე და რო წაიგო ეგრევე წამოვიგე ჩემსკენ. აი ესეთი ზომებია რა, გასაგიჟებელი ზომა არ არისო, აი და რეკორდი მოხსენიო, მაგრამ ნაფოტასთვის ეს არის საშუალო ზომა. აი ესეთი. საიდან სადვისვრი უკვე ლებრონ ჯამეს. ესე მიდის მარცხენა ხელი, თორე ვაფშე ვეცნობ ჯოხზე დარტყმას და ხელშიც რო გრძნობ, მე უკვე რეალიზაცია მეტი მაქვს. ეს ნაპოტაზე გითევზავიათ ფიდეით გესადნებათ როგორი უცნაური დარტყმები აქვს ხოლმე მით უმეტეს ქარში რთული და საჭირია აი გაარტყავს გაუშვებს და ვერ ხვდები როდის უნდა ამოიგებ ხანდახან სიმინდი არა აქვს ხანდახან ზედ არის ანუ იმას არაკეთებს ხოლმე ხშირ შემთხვევაში აი გარტყმების სეტს რა აყოლებას რომ ერთიანად შუაში ამოიღო და ზედ იჯდეს ჭირს ამიტომ ისევ გავუშვათ ჩვენ წერტილში და ნახოთ
იქნება. სხვათა შორის მალევე ურტყავს ხოლმე, დიდი ხანი არ ჭირდება. ჩაგდებიდან ალბათ 20-30 წამში უკვე დარტყმა არის ხოლმე. აი ესე მაქსიმალურად ქვევით წვერო რომ წყალთან ახლოს იყოს და მე ვჭიმო. ძიმე საკვებურა მაქვს 53 გრამი არის თქვენ საკვებურა. დატენილი 50-ზე ყველა ვარიანტი შეადის და ცოტას ვაჩერებ წყალზე. ახეთ აი ეს წვეროს ქანაობა არის ახლა ტალღების. ახლა ეს დამთავრდება ძალიან მალე და წესით ეგრევე დარტყმა უნდა კონდეს. კოჭაზე მინდა ასევე ორი ოდესით თქვა. აი ამ ლამაზმონზე უკვე მეორე თევზაობა რაც ვიყენებ. აი ძალიან მაგრესი კოჭა არის. რა ვიცი, აი ძალიან кайფობ მოკლედ ამ კოჭით რა. ეს კოჭა შეძენილი არის კარპოლოგიში. 200 ლარის ირგვლივ ღირს. ძალიან მაგარი კოჭაა. პირველი ის რომ სუბუქი არის, მეორე ის რომ ძალიან მაგარი მექანიზმი აქვს, მესამე ის რომ ამოხვევის დროს არის ძალიან რბილი და დაწნებული ვარ 3 და 4 კილოიანი თევზი შეიძლება ისე ამოიყვანო რომელიღაც სატრიალებ ვაფშე ვერ იგზნო რომ ზეთ თევზი ზის. მეორე ხელში კი იგზნობ რომელშიც ჯოხი იკავია, მაგრამ კოჭას დატვირთვა თითქმის არ ექნება. ძალიან კარგად არის დაბალანსებული ყველაფერი შიგნით. ოსდა რა მინდია და რა ქარია ამას შეხედეთ ჩემი, აი და აი მამინჯი თევზაობთ, ბიჭო. ვაფშე დარტყმა კი არა, ინტუიციით ამაგ ჯოხი ამის დედავატირე. მე ხო იმენა ყველაფერი უჩნაური ბედი მე მაქვს, რა ბედურის ერთი ბედი მაქვს. ოახ, ჩემი გაი, რა ვიცი, ერთი ლიკი არა, არაფერი აღარ მახსოვს იმედია მივა ეხა იქა. ოჩა. ძალიან არის ეხა ქარი, ძალიან. აუ! ბიჭო იკა მოკლედ მაგარი ზომის ნახოს დასვა ამ ქარში და უცნაურ ამინდში. აჰა ბიჭებო, ცუდი ამინდი მე თევზის. კარგად ანახე? კარგი ამინდი თევზისთვის ის. აი ეს ნახე რა. აი ეს არის საკმაოდ კარგი ზომის ნაფოტა, საკმაოდ. ზოგადად ნაფოტა დიდი არ იზრდება და მაგით. მე ვიძახდი აი პირველი ვიდეო რაც მიდევს YouTube-ზე, მე მგონი ეგ არის კრანეთთან ნათევზავები როცა იყო. ზუსტად ესეთ ამინდში ვიჭერდი იმენა მაგ ხელაზომა ნაფოტებს და მაგრად ასწორებდა რა. ხო და ნუ აქაც იქნება რა სავარაუდოდ იგივე თემა რა, პროსტა უნდა არ უნდა აგისდეს ხელი და უნდა დასვა ეგრე რა. აი ანუ ხო ხედავ როგორ უცნაურად ვზივარ და დაკუზულია ესე გვერდზე მაგანკეში მოვიყვი და რაღაცა დავინახე. სხვანაირად არც გამოდის თევზაობა ამ საშინელი ქარში და ტალღაში. ნუ მართალია, მართალი, მეგობრებო, მართალი. ნახევარი ჩვენი რაღაცები იქით ოფუნდავს დავზევ. მეთქი ნახევარი რაღაცები ჩვენი დაფრინავს, ხან ის ავიღეთ, ხან რა გაფრინდა, ხან რა გაფრინდა. მართალია, თევზს ჰაერში ვხსნით ეგრევე. ნახე რა ხდება, ჩემი ინგრევა, დუნია, ნიკო. არ ჩაგინგრეს პროსტა. და ესე ექსტრემალურ სიტუაციაშიც თევზაობთ, მაგრამ ნუ ერთობით რა. თევზს ვიჭერ აიმენა ისე დამიჩი რომ. თევზს ვიჭერ. კი, თევზს ვიჭერ, ეგ ნაღდია. აბა დავამთავრეთ დღევანდელი დღე ჩემი ნადავლია ნიკოსის აგერ ცოტა სქელვედრაშია და აგერ ნიკომას დაიჭირა ესენი და მოკლედ ესე გამოვიდა რა და ნიკა რავი ეხა მე თუ მკითხავ ეხა ჩემი გადმოსახედიდან რაღაც პირველისკენ დავიწყე თევზაობა მე პირადად თუ შენ ცოტა ოდნავ ადრე იმიტომ რომ მე რაღაცა ექსესები მქონდა მაგრამ იმისგან გავდირა რომ ქარი ორჯერ შეიცვალა იწვიმა რა უცახე გაიძრო ყველაფერი მოხდა ძმაო რავი ქარი სამნაირი ვნახეთ რავი წვიმა რავი ტალღა იყო ისეთი რომ ვიწუწებოდი უბრალოდ და თან ვიჭერდი კი და ანუ ეს თევზის ჭერაზე არა ისახა უბრალოდ არ კენკვა იყო ძალიან კარგი მაგრამ იქ მას ცდები რა წერტის ცდები ბევრნაირად რა აქეთას და იქითაც და ეს მნიშვნელოვანი არის და ეგ აისახება მე უკვე თევზის რეალიზაციაზე ახლა ეს თევზი წავა სახში გემრიელად შეიბრაწება და შეიწვევა პატიოსანი დაჭერილი თევზით ყოველთვის შეიძლება სახში წავა და შეიწვა და ვიღაცები რო კომენტარს წერთ ხოლმე გაუშვით თევზს გაუშვით იმდენი თევზი მაქვს გაშვებული შეიძლება თქვენ დაჭერილი არ ყავდეთ ბაჩო მომისმინე ეს იმდენი ხანი იდო ამ ტალღებში და სადოქში რომს გაუშვა ეგ თევზი უკვე აღარც ო ეგეც არის რა აღარც გაცოცხლება და ნაუ ნახევარი ფარფლი გასო თქვენ ნახევარი არ გამოშვათ თევზაოთ და მეგონი რავი არაფერი არ მაიყოს ისე ო კი ბატონო ეგ არის მოკლედ ეხა ავიბარგებით და ეგ არის და ეგ ძალიან დიდი მადლობა ვიდეოს ყურებისათვის და ნაუ კომენტარ დაწერეთ რამე ნებისმიერი გამიხარდება ძალიან ჩემთვის დიდი мотиваცია იქნება. წარმატებებს გისურვებთ ყველას. აბა დროებით შევხვდებით შემდეგ თევზაობისთვის.